ეს თემა საკმაოდ პოპულისტურია, იმიტომ რომ როცა გამოსახლება მიდის, ყველა აქცევს ყურადღებას იმ ტრაგიკულ მომენტს, როცა ადამიანს ასახლებენ, მაგრამ არ აქცევენ ყურადღებას რა ხდებოდა მანამდე. და მანამდე იყო კონტრაქტი და იყო ვალი. მორალურ თვალსაზრისით ვალი უნდა დააბრუნონ. ეს პრობლემა ორი კომპონენტისგან შედგება. პირველი, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სანდო სასამართლო. ჩვენ რომ გქონდეს სანდო სასამართლო, სადაც მოსამართლე მართლა ავტორიტეტით სარგებლობს და ის თუ დაადგენს, რომ ვინც ვალი აიღო, არაკეთილსინდისწრად მოიქცა, დაიქერავა ადვოკატი, რომელიც გაუწელა საქმე 3 წლით, ხელოვნურად უბრალოდ ვალი არ გადაიხადოს და ფაქტობრივად ვინც ვალი გასცა, კრედიტორი ის დაჩაგრა ამ შემთხვევაში, ხო? მაშინ არანაირი პრობლემა არ ექნება თუ ვინც ვალი აიღო, მუზრავი ქონება დაკარგა. მაგრამ როცა ჩვენ მოსამართლეები ყავს ისეთ როგორც ყავს, აი რუსეთის სასამართლოს რო ვეძახით, რომელიც თვითონ არავინ პატვისმათ არცევს. შეუძლებელი ასე დავა იყოს ნორმალურად გარჩეული და მე იწყება რომ მოსამართლეს არავინ არ ენდობა, ადვოკატები ასე ვთქვათ ცდილობენ მაქსიმუმ გაუწელონ საქმე რომ ადამიანი არ გადაიხადოს, მე ის ვინც სესხი გასა ისიც ბრაზდება და ცდილობს რაიმე ხერხი იპოვოს რომ ხალხი გამოასახოს არჩევას სწრაფად და ეს იმის ნაცვლად კონფლიქტი მოგვარდეს, კონფლიქტი ღვივდება და კიდევ უარესი ხდება. მეორე ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც ახლა მიკითხა ეს არის საპროცედო განაკვეთები და ყველაზე ცუდი რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა შეზღუდოს საპროცედო განაკვეთები კანონის მეშვეობით, იმიტომ რომ საპროცედო განაკვეთები მაღალია ჩვენ ქვეყანაში ეროვნული ბანკის დამსახურებით და დამსახურება ეს არის ის რომ ეროვნული ბანკი ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს. 23 წელს 6 მილიარდი ლარით გაიზარდა ფულის მასა ჩვენ ქვეყანაში. 6 მილიარდი ლარი გაჩნდა, ხვდებით? და როცა 6 მილიარდი ლარი გაჩნდა, ის ნიშნავს, რომ ლარი უფასურდება. ამ პირობებში არავინ არ გასცემს ვალს 2%-ში და 3%-ში. ყველას გვინდა ისეთი სესხი როგორც ევროპაში, მაგრამ თუ ფასი მიზდება 10%-ით წელიწადში, ვინ გასცემს სესხს 2%-ში? თქვენ ხო არ გასცემდით ამას? ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ საპროცედო განაკვეთი დაბალი უნდა იყოს, თავრობას კი არ უნდა მივმართოთ რომ დაწიეო, არამედ ეროვნული ბანკი შევზღუდოთ, რომ ეროვნული ბანკი არ დაბეჭდოს ფული. თუ არ დაიბეჭდება ლარი, მაშინ ლარი არ გაუფასურდება. თან როცა ინფლაცია იქნება სტაბილური და ძალიან დაბალია და ნულთან ახლოს, მაშინ სესხის გაიაფდება. სესხი გაიაფდება და ბევრ ადამიანს გაუჩნდება შეიძლება სესხი მოემსახუროს, მას არ გაუჩნდება პრობლემა ვალის დაბრუნების და არ გაჩნდება საბოლოო ჯამში გამოსახლების საჭიროებაც. ამიტომ ყველა პრობლემა დადის სასამართლოზე და ეროვნულ ბანკზე.